მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ბლოგი. თუ თქვენთვის საინტერესოა თემები, რაც ეხება ქსოვას, მაშინ ეს ვიდეო ბლოგი თქვენთვის არის. აქ მე გიზიარებს ჩემს პროექტებს, რაზეც ახლა ვმუშაობ, დასასრულებელ ნივთებს, შეკვეთებს, ახალ შენაძენებს, ძაფებს და ინსტრუმენტებს, ასე რომ თუ თქვენთვის ეს თემა მართლა საინტერესოა, ისევე როგორც ჩემთვის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ჩვენ ვიწყებთ ახალ ვიდეო ბლოგის ყურებას. იმედი მაქვს სასიამოვნოდ გაატარებთ დროს, მოიმარჯვეთ ცხელი სასმელი, ან პროექტი, რომელზეც მუშაობთ და ისიამოვნეთ ყურების პროცესით. დროა გასული წინა ვიდეოს გამოქვეყნებიდან და უკვე მაქვს ძალიან ბევრი დასრულებული ნივთი, ახალი შეკვეთა, პროექტი, რომელიც ჩემთვის დავიწყე როგორც იქნა, ასე რომ თანმიმდევრობით მივყვეთ, დამთავრებულ ნივთებს ბოლოში გაჩვენებთ, ვეცდები შედარებით ქრონოლოგიას მივყვე, როგორ გამომივა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც მახსოვს რომ ვქსოვე, იმის მიხედვით გაგიზიარებთ. პირველი დავიწყოთ პროექტით, რომელიც დავიწყე ჩემთვის და ახლა თქვენ ნახავთ ჯერ ვიდეოებს, მერე შევხვდებით და გაგიზიარებთ რა ეტაპზე ვარ ახლა. დღეს მთელი დღის განმავლობაში არ მქონდა შუქი, ან გუშინ ღამიდან მოყოლებული და ესეთი ერთი უშუქო დღის შედეგი მაქვს ნახევარი ჩემპრი. დავიწყე გუშინ, სანამ შუქს გათიშავდნენ დაახლოებით 1 საათით ადრე და დღეს გავაგრძელე. მაქვს მოქსოვილი ზურგი და წინა ნაწილი იღლიის ჭრილამდე. დარჩა მოსაქსოვი სიგრძე. ახლა გავაერთიანებ წრეზე, ზუსტად ამ რიგში გავაერთიანებ, მოგვსოვ ქვემოთ, მერე მოგვსოვ საყელოს, ფიქრობ რეზინის გაკეთებას და მკლავები. მთელი დღის განმავლობაში, რადგან არ იყო შუქი, არ იყო გათბობა და ეს მაიმუნი აესია მთელი დღე შეფუთული. ეხლა ეძინა, მაგრამ ლაპარაკი რომ დავიწყე, დაჭყიდა ეგრევე თვალები, პლედში გახვეული წევს. მთელი დღე არის ჩვენთან ერთად. მოკლედ ეს არის ორი ძაფის კომბინაცია. ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაგიზიარეთ ალიზე კიდროიალი ან რაღაცა ეგეთია, ანუ ეტიკეტის გარეშე მაქვს ძაფი, სამწუხაროდ არ ვიცი ზუსტი დასახელება ან ზუსტი მეტრაჟი, ზუსტი შემადგენლობა, მაგრამ დიდად არ მაწუხებდა, რადგან მაქვს ესეთი ძაფი.
შემდეგ ჭრილში გაგიზიარებთ ამ ძაფის დასახელებას და შემადგენლობას, თუ სწორად მახსოვს 58% არის მირინოსი, დანარჩენი სინთეტიკა და 50 გრამზე არის 110 მეტრი. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ან ფოტოს ჩავრთავა ამ ნაწილში, ან შემდეგ ვიდეოში უკვე ეტიკეტიანს გაჩვენებთ, მაქვს ორ ფერში, ერთი არის ესეთი ცისფერი, რომელსაც კამერა ბევრად უფრო მკრთალად გადმოსცემს, ვიდრე რეალობაშია და ეს ორი ფერი ერთმანეთს ძალიან შეეფერება. გავაერთიანე და ქსოვის პროცესში რაღაცნაირი ბუსუსები მისცა მოხერმა და ძალიან საინტერესო ფაქტურა მივიღე. რაოდენობა მაქვს ორივესი საკმარისზე მეტი, ეს არის 1 ცალი 50 გრამიანი, მოქსოვილი ზურგიც და წინა ნაწილიც. ანუ 110 მეტრი. ეჭვი მეპარება, რომ სწორი მონაცემები 100 მეტრი. არ მგონია რომ ეგრე იყოს. რატომღაც მგონია რომ არასწორად დავიანგარიშე, ზედ აწერია 110 იარდი. და უნდა გადავიანგარიშო თავიდან რამდენი მეტრია. იმიტომ რომ რეალურად მსხვილი არ არის. და შესაბამისად მგონია რომ უფრო მეტი უნდა იყოს. მაგრამ ნახოთ მაინც. რაც მთავარი, ანუ 50 გრამია აქ და უკვე მაქვს შედეგი. შეიძლება 100 გრამია და ეტიკეტზე არასწორი ინფორმაცია დატანილი, ამიტომ გაუხსნელს ავწონი და იმას ვნახავ. მოკლედ, წინა და უკანა ნაწილი მოქსოვილი მაქვს და აქედან თითო-თითოდან დარჩენილია აი ამდენი კიდე. შესაბამისად, არაჩვეულებრივი ხარჯვა. ესეთი მაქვს 5 ცალი. ესეთი ეს არ იყო მთლიანი 100 გრამიანი, იყო ნარჩენი. და ნარჩენიდან დარჩა აი ეს. აი ესეთი. აი ეს. და მაქვს კიდე 2 ცალი შედარებით სავსეები. წესით უნდა მეყოს კიდევაც და დამრჩეს კიდევაც რაიმე სხვა ნივთზე. ფიჟუნია. ფიჟუნია. ახლა გავაგზავნებ ქსოვას და ვნახოთ რა შედეგი მექნება. ხვალიდან ვიწყებ უკვე შეკვეთის ქსოვას, რომელზეც ხვალ მოგიყვებით, რომლის შესახებაც ხვალ მოგიყვებით უკვე. როგორც ვიდეოში უკვე ნახეთ, საკმაოდ დიდი განვითარება მაქვს, მაგრამ რეალურად ახლა უფრო დიდ ეტაპზე ვარ ასული, ანუ უფრო მეტი მაქვს მოქსოვილი ვიდრე ბოლო კადრში მქონდა ნაჩვენები. პირველ რიგში, რაზეც გავამახვილებ ყურადღებას, რაც ვახსენე ვიდეოში, რომ ძაფმა ძალიან დამაეჭვა მისი ზომიდან გამომდინარე და გადავწყვიტე რომ ამეწონა და გამერკვია. როგორც იქ თქვი უკვე რომ თუ აქ არ დავაწერე თქო და ფოტო არ ჩავსვი თქო, ვიდეოში უკვე ვილაპარაკებ. ზუსტად ესე ვიქცევი, ანუ მაქვს ეტიკეტიანი მხოლოდ როგორც აღმოჩნდა 1 ცალი, აი ესე გამოიყურება ლოგო. თურქეთშია დამზადებული თვითონ ძაფი და აი ეს არის სახელწოდება და ინფორმაცია, რაც აქვს მითითებული. ეს არის recycle merino, ანუ გადამუშავებული მირინოსი და 48% recycle acrylic, ანუ გადამუშავებული აკრილი. ანუ აკრილი ჯერ რა არის და მერე კიდე გადამუშავებული, ანუ ძაფის შემადგენლობაზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, რაც 52% გადამუშავებული მირინოსია და 48% გადამუშავებული აკრილი, ანუ ნიშნავს, რომ მეორადი გამოყენების შეიძლება არა მარტო მეორადი და უფრო მეტჯერაც იყო გამოყენებაში. აქ არის მითითებული, რომ ძაფი არის 50 გრამიანი და რომ არის 110 იარდი, რაც რეალურად სასწორით ავწონე და არ შეესაბამება რეალობას. აქ არის კონკრეტულად ეს გორგალი არის 90 გრამიანი, ხოლო ცისფერი, რომლითაც მქონდა დაწყებული ქსოვა და ესეთივე მაქვს კიდევ ამიანა 4 ცალი, აქ არის 94, ანუ 50 გრამი აწერია ეტიკეტს და რეალურად არის 94. შესაბამისად მეტრაჟში შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ, იმიტომ რომ გამიკვირდა ის ზომა, რაც მოვქსოვე 50 გრამით, არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა. ახლა გაჩვენებთ რა ეტაპზეა თვითონ ნაქსოვი. აი ესეთ საყვარელ ტომარაშია მოთავსებული, რომელიც ლანაგროსას ფაბრიკიდან გვერგოს აჩუქრათ. ესეთი. და
ძალიან კომფორტულია რეალურად მსგავსი ტომრები, აუცილებელი არ არის ლანა გროსესი იყოს, ნებისმიერი მსგავსი ტომარა, როგორც Project Baggy, ესეთი ყველაზე პოპულარული გავრცელებული შესანახი ვარიანტი პროექტების არის პრაქტიკული. Აი ესე გამოიყურება ახლა ჩემი ნაკსოვი. ეს ორი ძაფის კომბინაცია. მეორე მაქვს უკვე მიერთებული, ანუ ის 50 გრამიანი, რაც ვიდეოში იყო, 50-იანი, დავამთავრე, მივუერთე მეორე, არც ისე დიდი ხნის წინ და გაჩვენებთ რა ეტაპზეა. თვითონ გადაბმა, ანუ ლესკის არის ვიწრო და ეს ადგილი კარგად არ იშლება, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის, რომ ნახოთ. იღლის არეს ჩავწდი დაახლოებით 8 სანტიმეტრით, ანუ ეს ჩემი თითი ზომის თუ ვიმსჯელებთ, 8 სანტიმეტრით ჩავწდი. ანუ წესით ვფიქრობ, რომ უნდა მომიხდეს ეს ფერი და ყველაფერი უნდა იყოს კარგად, როდის მოგსოვ, არ ვიცი, როგორც კი ცოტა თავისუფალ დროს ჩავიგდებ ხელში აუცილებლად გავაგრძელებ. მანამდე კი ესე დევს ტომარაში და მელოდება. დიზაინი ასე თუ ისე გადაწყვეტილი მაქვს, რომ უნდა იყოს სადა, წინა მხარეს მოგსოვ რეზინს, ანუ ქვედა მხარეს მოგსოვ რეზინს, უბრალოდ იქნება გაყოფილი ეს რეზინი, ან ცალ-ცალკე მოიქსოვება წინა და უკანა ნაწილი. წინა იქნება შედარებით ვიწრო და უკანა ნაწილი იქნება შედარებით გრძელი, ანუ მინდა რომ ვიზუალურად გვერდიდან რომ შევხედავთ, ანუ სადღაც აი ესეთ სიმაღლეზე იყვნენ ერთმანეთთან, ანუ წინა რეზინა და უკანა რეზინი. მანჟეტებს რაც შეეხება მკლავებზე მინდა რომ იყოს შედარებით განიერი, არ მინდა ესეთი მოტკეცილი, ანუ მინდა ოვერსაიზი, თავისუფალი, განიერი ჯემპრი, რომელსაც ჩავიცმო სხვადასხვა სიტუაციებში, როგორც ჯინსებზე, ასევე სპორტულ ელასტიკებზე ან რაღაც მსგავს სამოსზე, რომ იყოს კომფორტული და თუ მაინც მომინდა, შეიძლება რომ კაბაზეც გამოვიყენო. ახლა ამას გადავდებ ისევ ტომარაში და დაელოდება თავის ბედნიერ მომენტს, როცა შევძლებ რომ დავუბრუნდე და გავაგრძელო. ძაფს რაც შეეხება, როგორც ხვდებით უკვე, ძნელია ვივარაუდო რა შეიძლება გამომივიდეს. 50 გრამი თუ ეს 50 გრამი ღმერთო ჩემო. მოკლედ 100 გრამიანია, ესე იგი გამოვიდა რომ 500 გრამი მაქვს ჯამში და არა 250, როგორც თავიდან მეგონა. და შესაბამისად 100 გრამით თუ ამხელანივთი მოიქსოვა, ჯამში 300 გრამი წამივა მთლიანად იმ ჯემპრზე. შესაბამისად 200 გრამი დამრჩება და კიდევ სხვა რამის მოქსოვასაც შევძლებ. ვფიქრობ, რომ მოვიქსოვო ჟილეტი. კი, მართალია, რომ ჯემპრი და ჟილეტიც ერთ ფერში იქნება, მაგრამ მე რა. იყოს რა პრობლემა, მაინც მოვიხდენ. შემდეგი ნივთი, რაზეც ვიმუშავე, ეს იყო ხელთათმანები. ძალიან ისეთი ბევრი ხელთათმანი მოვქსოვე ამ პერიოდის მანძილზე და სანამ უშუალოდ ბოყოლაზე გადავალ, აქაც გავაკეთებ ჭრილს, ჩავსვავ ყველა ვიდეოს, რაც ამ პერიოდის მანძილზე გადავიღე და ბოლოში ერთიანად შევაჯამოთ რა გამოვიდა ამ შეკვეთით. ასე რომ გავაგრძელოთ ყურება. აი ესეთი ხელთათმანები გამოვიდა. აი ესე. ძალიან საყვარელია. თხოვეს რომ გამეკეთებინა გადაბმაურ ხელთათმანს შორის, რომ კურტკის მკლავში გაატაროს ბავშვმა ჩაცმის დროს და გავუკეთე, უბრალოდ ჯერ არ მიმაგრებია, რადგან ძალიან გვიან შემატყობინეს სიგრძე, რა სიგრძე ჭირდებოდათ. ამავე დამკვეთმა შეკვეთა ხელთათმანებზე 4 წყვილი ხელთათმანია მოსაქსოვი. აი ესეთი
ფერი დიდად ახლა არ იკითხება, აი მშვენივრად ჩანს. ახლა რეზინი 2-2-ზე და მამაკაცის ზომა ხელთათმანია მოსაქსოვი, 2 ცალი ამ ფერში, ანუ 2 წყვილი და 2 წყვილი შავში. ეს უკვე არის მეორე ცალი. ერთი დაუმთავრებელი მაქვს აი აქ. აქედან რო ვიწყებ, გადამაქვს დიდი თითი ცალკე, მერე ნეკა და პირველი თითი რაც იქსოვება, ეს არის საჩვენებელი თითი. შემდგომ უკვე შუა თითი და მივყვები არა თითი, ნეკა თითი და დიდი თითი. მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს კარია დაკეტილი და ბრაზობს ჩემი ფისუნია. აქედან ლაპარაკი რო ესმის ძალიან უნდა რომ შემოვიდეს. იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა სანამ ვქსოვ დამავიწყდეს რა როგორ და რამდენი მოვქსოვე, ჯერ ვქსოვ მეორეს, როგორც კი ამ ეტაპზე მივალ, მერე დავიწყებ ცალკე. არა თითი იქ, არა თითი აქ, ნეკა თითი იქ, ნეკა თითი აქ, დიდი თითი იქ, დიდი თითი აქ. და ესე დავამთავრებ ამ წყვილს. ეს არის დღევანდელი შედეგი. დილით მოსწავლემ ვერ მოახერხა მოსვლა და გამომიჩნდა თავისუფალი დრო. შესაბამისად, ვიხელთე და დანარჩენი მოვქსოვე უკვე შემდეგ გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში. შენთან უნდა გაშიოს. და ზვიაგე. იდიოი მოეპია მაიმუნ ჩამის. ვი. განალებდა კაი. მაიმუნი. მოკლედ ესე მიმდინარეობს პროცესი, პარალელურად ეს ყველაფერი უნდა მოვქსოვო 24 დეკემბრის თვის და 24 დეკემბრის თვის უნდა მოვქსოვო ბენდენა თავზე და ქუდი, რომელიც შემიკვეთეს დღეს. პირველად შემრცხვა ესე ძლიერ რომ შევწყვიტე იტალიური სწავლა, რადგან დამკვეთი იყო იტალიელი ოჯახი, რომლებიც მოვიდნენ და ნაკლებად იცოდნენ ინგლისური, უმეტესწილად კონტაქტობდნენ ჩვენთან იტალიურად და მთელი ჩემი მარაგი რაც მქონდა დაახლოებით 20 სიტყვა ყველმთლიანად ამოვწურე მათთან საუბრის დროს და მივხვდი რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო იტალიური სწავლა. რადგან ძალიან ლამაზი ენაა და არიცი ცხოვრებაში როდის დაგჭირდება. რატო შემოვშვი? არა უნდა ჩემთან მაიმუნს. ჩემთან კი არა ძაფებთან უნდა. მოკლედ წავედი მივხედო ფისოს სანამ რამე გამიფუჭა. დღეს უკვე არის სამშაბათი, ხვალ მინდა რომ ეს ვიდეო გამოვაქვეყნო და მთელი ეს პერიოდი 3 დღე ზუსტად რაზეც მუშაობდი, მინდა რომ გაგიზიაროთ. ამ ვიდეოში ყველა ნამუშევარი არ იქნება, რადგან ერთიჯერ სრულად დასრულებული არ არის. ნაწნავების გაკეთება დამრჩა ქუდზე და რა ნაწნავების მოკლედ როგორც კი გავაკეთებ, გაჩვენებთ. ესენი არის ხელთათმანები, რაზეც მუშაობდი წინა 2 დღე რეალურად. ეს ერთი წყვილი, მეორე წყვილი და მესამე. ეს არის 2 დღის შედეგი და მესამე დღეს ანალოგიური ხელთათმანი, მაგრამ ბევრად დიდი ზომა, აი ესეთი. აი ჩემი ხელი და თვითონ ხელთათმანი, აი ესე გამოიყურებიან. მე მაქვს გარშემოწერილობა ხელზე
აი ამ ადგილას, მტევანის ადგილას 18 და შეკვეთილი იყო 25-ს რომ მოერგოს შესაბამისად გამოვიდა ძალიან ისეთი დიდი ზომის ხელთათმანები. პლუს ამას ამ ვიდეოს დასაწყისში ხელთათმანები, მე მგონი წინა ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ, მაგრამ ესეც დასრულებულია თავისი შესაკრავებით, რომ კურტკის შიგნიდან მოხდეს ჩაცმა და ბავშვმა არ დაკარგოს. ან ძალიან კარგი იდეაა მსგავსი ფორმით ხელთათმანების დამაგრება, ზუსტად გეცოდინებათ, რომ პატარა არ დაკარგავს მათ, აი ესეთი. მოკლედ, აი ეს 5 წყვილი ხელთათმანი, როგორც იქნა დასრულდა და ამასთან ერთად ვქსოვე ქუდი თეთრი ფერის და ბენდენა თუ აბადოკი თუ ზუსტად არ ვიცი ჯერ რა დავარქვა, მაგრამ როგორც კი დავამთავრებ, გაგიზიარებთ, ან შემდეგ ეპიზოდებში უკვე ნახავთ იმის განვითარების პროცესებს, ჯერ არ დამიწყია, დღეს უნდა დავიწყო, ქუდი უკვე მოქსოვილია, მაგრამ სჭირდება პომპონი და ნაწნავები. პომპონს მივამაგრებ, ნაწნავებს გავუკეთებ. და იმასაც გაგიზიარებთ. აი ესეთი ციკა მაჩუკეს სამსახურში ძალიან საყვარელი აქ არ ვიცი ჩანს თუ არა მე პატარა კადრს გადავიღებ ფისოა შარფ შემოხვეული და ადამიანი რომელიც ქსოვს მოკლედ თემატურია მაქსიმალურად ჩვენი ვლოგებისთვის რაც შეეხება ხელთათმანების შეკვეთას როგორც ნახეთ ანუ 5 წყვილი ხელთათმანი მქონდა შესასრულებელი 5 წყვილი ხელთათმანი მქონდა შესასრულებელი და გავუმკლავდი ამ შეკვეთას საკმაოდ მცირე დროში. რთული იყო, მარტივი ნამდვილად არ იყო, ის სამი დასვენების დღერაც რეალურად დასვენება უნდა ყოფილიყო ჩემთვის სამსახურიდან და სახლში ულტრაოდ გამეტარებინა 1000 გეგმა მქონდა რა უნდა მომესწრო, ანუ ვერაფერი რა თქმა უნდა ვერ გავაკეთე, მთელი დღე ვიჯექი ჩემს სავარძელში და ვქსოვდი და მადლობას ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ეს სავარძელი ვიყიდე. რადგან მართლა კომფორტულია და მთელი დღე როდესაც მიწევს ამ სავარძელში ჯდომა და ქსოვა, ანუ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. სხვა შემთხვევაში არ ვიცი, ალბათ წელი ამტკივდებოდა, ყველაფერი ამტკივდებოდა. კისერი, წელი, მენჯები, ყველაფერი. მოკლედ, როგორც იქნა დავამთავრე ეს შეკვეთა, ჩაბარდა დამკვეთს და საკმაოდ ისეთ კმაყოფილი დარჩა, 25 დეკემბრისთვის სჭირდებოდა საჩუქრად. და ამ ხელთათმანებმა თავისი მისია არაჩვეულებრივად შეასრულეს. რაც შეეხება ძაბს, ეს იყო ძაფი იყო გამოყენებული ლანა გროსა ქაშმირ 16 ფაინი, სადაც გვაქვს 50 გრამზე 320 მეტრი და მოვქსოვე 2 წვერში. შემადგენლობა ამ ძაფის არის 80% მირინოსი, 10% ქაშმირი და 10% სინთეტიკური დანამატი. გარიცხვის მერე აი ამ 10%-მა ქაშმირმა ისეთი სირბილე და ისეთი სიფუმფულე შეძინა თვითონ ნაქსოვს, რომ აი ნუ კიდე ერთხელ დავწმუნდი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ზუსტად მაგ ძაფით ვიქსო ჩემთვის ჯემფს, რომელიც დაპაუზებულია. 4 წყვილი ხელთათმანი მოვქსოვე ამ ძაფით, 2 ერთ ფერში და 2 მეორე ფერში, ანუ 2 შავი იყო და 2 გრაფიტის ფერი, მაგრამ როგორც თავიდან ვფიქრობდი, იმიტომ რომ ხელთათმანების ქსოვის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და მეგონა რომ ერთ ხელთათმანზე მაქსიმუმ ეყოფოდა 1 ცალი გორგალი, მაგრამ ვერ გავთვალე ის, რომ ზომა ხელთათმანების იყო გიგანტური, ანუ ეგეთი ზომის ხელთათმანები მანამდე არ მიქსოვია. ანუ ზუსტად რომ გითხრათ, აი აქ გარშემოწერილობა ჩემი არის 18 სანტიმეტრი და ხშირ შემთხვევაში ქალბატონებს ესეთი მინიატურული ხელები გვაქვს და სოუხოლმე შეკვეთით 17 ნახევარი 18 ყველაზე მაქსიმუმი ქალბატონებისთვის მაქვს მოქსოვილი 19 სანტიმეტრი, როდესაც აი აქ არის 19. მამაკაცებისთვის ანუ ირგვლივ ვინც მყავს მამრობითი სქესი, ყველას ხელი ზომა ასე თუ ისე უკვე ვიცი, ანუ მერყეობს 20, 21, ყველაზე დიდი მაქვს მოქსოვილი 22 სანტიმეტრი. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ყველაზე პატარა ზომა, ანუ 3 იყო ერთნაირი ზომა, იყო 22 სანტიმეტრი და იყო დიდი ზომა 28 სანტიმეტრი, მაგრამ ჩავთვალე რომ არასწორად იყო გაზომილი, ანუ მე ზომები მომაწოდა თვითონ დამკვეთმა და არ მოვქსოვე 28 სანტიმეტრი, მოვქსოვე ყველაზე დიდი 25 სანტიმეტრი და აღმოჩნდა რომ კარგად ქონდა.
ანუ ხომ წარმოგიდგენიათ მე 28 სანტიმეტრიანი ეს მომექსოვა, ანუ ჩემზე 10 სანტიმეტრით განიერი, ანუ იმ ადამიანს უბრალოდ დიდი ექნებოდა ეს ხალთათმანი და კიდევ კარგი რომ თქვა ბოლომდე არ დავუჯერე დამკვეთს. საბოლოო ჯამში შეკვეთა დასრულდა, კმაყოფილი ადამიანი, ჩემი მხრიდან შეკვეთა დასრულდა, თორე რეალურად კომპლექტი იყო შეკვეთილი, ქუდი, შარფი, ხელთათმანი, ანუ ხელთათმანი შევასრულე მე და ჩვენი საყვარელი ნათია ქსოვს ჩვენი თანამშრომელი. ქსოვს შარფებს და ქუდებს, ქუდები უკვე ჩავაბარეთ, შარფებია დარჩენილი ასე. ეს უკვე ქსოვის კუთხით მე აღარ მეხება და ამიტომ დიდად ამაზე აღარ გავჩერდები. შემდეგი რაზეც ვიმუშავე ამავე ხელთათმანების კომპლექტში იყო საბავშვო ხელთათმანები, რომელიც დავიწყე წინა ვიდეოში. ამ ვიდეოში დავამთავრე, გავრეცხე და ესეც არაჩვეულებრივად ისეთი რბილი და ფაფუკია და ერთ-ერთ კადრში ნახავდით რომ ანუ ხელში რომ იჭირავს, აი ძალიან რბილად იკეცება, იმიტომ რომ სველ მდგომარეობაშია ჯერ, მაგრამ ბოლო ვიდეოში რაც ნახეთ, უკვე ყველაფერი მშრალი, მოწესრიგებული და ჩაბარებულია. ახლა გაჩვენებთ ვიდეოებს, დასრულებული ხელზე ჩაცმული, როგორ გამოიყურება შავი და ნაცრისფერი. შავზე გავაკეთებ წინასწარ disclaimers, რომ შავ ფერს ყველაფერი ეწებება, ეს არ არის ახალი აღმოჩენა, ეს ხდება, შავი ყველაფერს იკრობს. რა თქმა უნდა, ესეთ მდგომარეობაში შეკვეთებს არ ვაბარებ. ანუ ვიდეოს გადაღებამდე სათვალე არ მეკეთა და ვერც დავაფიქსირე, რომ ზედ თმები ქონდა აწებებული, ბუსუსები სხვა ძაფის, რომელთან ერთადაც იდო, მაგრამ გაგზავნის წინ ყოველთვის აი არც ვიცი რა ქვია თუ იცით კომენტარებში დამიწერეთ, აი წებოვანი ლენტი რო არის, რომელიც ტანსაცმლიდან ზედმე თმებს იშორებს, ანუ მაგის სახელი თუ ვინმე ვიცით, გთხოვთ რომ გადამიკომენტაროთ. ანუ მაგით ვაშორებთ, ვასუფთავებთ ნაკსოვებს და ყოველთვის ისე ვაგზავნი შეკვეთებს. ანუ ეს წინასწარ რომ ვიცოდეთ, რომ ამაზე რაიმე კომენტარი არ იყოს. ეხლა გაგიზიარებთ ვიდეოებს და მე ისევ შევხვდებით. ესე გამოიყურება დამთავრებული აბადოკი, რომელიც მოგსოვე რეალურად ერთ დღეში. მანქანების თავზე არაფერი. ასე გამოიყურება უკვე დასრულებული თეთრი ქუდი. მე მგონი დაწყება ამ ქუდის არც მაქვს გადაღებული და არც ერთი ეტაპი ჩემ და სამწუხაროდ უბრალოდ შეკვეთით არის შესრულებული ძალიან ვჩქარობდი პლუს ამას ხელთათმანების შეკვეთას ვქსოვდი, რომლის ვიდეოებიც არაერთი გადავიღე.
ანუ ეს ხუთი იწყება იტალიური რეზინით 1-1-ზე, წინა მხრიდან არის გადაჯვარედინებული წაღმა-თვლები და ჯამში 10 სანტიმეტრი და მერე დაახლოებით 19 სანტიმეტრია უკანა ნაწილი. აქ არის წინდური ქსოვა არა. ყველა რიგში რომ წაღმას გსოვთ რა, როდესაც გსოვთ მოხვალ რიგებში და თუ წრეზე ერთი რიგი წაღმა, ერთი რიგი უკუღმა. მერე არის პომპონი და ნაწნავები წინა მხრიდან ესე შესაკრავები ესე რომ ვთქვათ. ძალიან საყვარელი გამოვიდა, თუმცა მე თვითონ ესე თქვით, რა თქმა უნდა, არ დავითარებდი პირადად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას არ მოუხდება, ან ვიღაცას არ მოეწონება. ძალიან მომწონს საბოლოო შედეგი, რომელიც აი ესეთი გამოვიდა. დაგიბრუნდით ისევ, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ საბოლოო ჯამში როგორი გამოვიდა ეს ხელთათმანები. როგორც ასეთი ამ ხელთათმანების დამთავრების შემდეგ ფიზიკურად დრო აღარ იყო რაიმე ახალის მოქსოვა, მაგრამ რეალურად ერთი დასრულებული ნივთი მაქვს მაინც, რომელსაც ეხლა გაგიზიარებთ. აქვე მიდევს. მაგრამ რეალურად ბოლომდე დასრულებული არ არის, არ აქვს ძაფები დამალული და არ არის ჯერ გარეცხილი. თუმცა იმდენად დაღლილი ვიყავი ამ ხელთათმანების ქსავით, რომ წარმოიდგინეთ 5 წყვილი ხელთათმანი რაღაცა 4 დღეში, ეს იყო ჩემთვის საოცრება. და მეორედ ეგეთი ექსპერიმენტები ნამდვილად აღარ მინდა, იმიტომ რომ ლამის გინესის წიგნში მოვითხოვე შეყვანა. რაზეც მუშაობდი შემდეგი იყო ესეთი ახალი მოდა რაც არის ჩეპჩიკების, მინდოდა გამეგო ზუსტად როგორ იქსოვება და ზომები რომ გამომეთვალა, თუმცა რა თქმა უნდა არის რაღაც შეცდომები, არ ვამბობ რომ იდეალურია, თუმცა აი ხა მოვირგებ, ჩემი ზომა არ არის რა თქმა უნდა, ეს უფრო პატარა თავებისთვის არის, სავარაუდოდ უფრო ბავშვის ზომა, ანუ ესე. ანუ მე ჩემი თმებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი ზომის თავი გამომდის. მაგრამ აი ესეთი მინდოდა რომ გამეტესტა ქსოვა, თან მინდოდა რაღაცა გადართვა, ეს საღამოს ერთი ვიდეოს ყურების დროს მოვქსოვე, შესაბამისად იქნებ ვინმე გამოუჩნდეს პატრონი, მას შემდეგ რაც დავამთავრებ. გამოყენებულია აქ როდინა იარნის Diamond Sky და არაჩვეულებრივი ძაფია 50 გრამიანია, თუმცა აქ წამევიდა დაახლოებით 30. ეს კიდევ ერთი ესეთი პატარა დასრულებული ნივთი, რომელსაც გამაბედნიერა და ცოტა დამასვენა და შემდეგ უკვე გადავიდეთ ანუ ვიდეოს, პატარა ვიდეოა რეალურად ჩავთავ როგორ გამოიყურება ქსოვის პროცესი და მერე უკვე გადავიდეთ სხვა პროექტზე. შემდეგი რაზეც მუშაობდი, ეს იყო ნიმუში, ახალი შეკვეთისთვის, რომელიც მოსაქსოვი მაქვს 11 იანვრისთვის, მაგრამ თუ რეალურად უფრო ადრე მოვასწრებ მოქსოვას მაგალითად 5 იანვრისთვის, რაშიც საკმაოდ ეჭვმეპარება, იმიტომ რომ წვრილი საქსოვია. ეს არის ჯერ ნიმუშს გაჩვენებს და მერე ძაფს, ან პირიქით, ჯერ ძაფს და მერე ნიმუშს ჯობია. მოკლედ ძაფი არის აი ესეთი ბაბინის ძაფი, რომელსაც ვიყენებ 2 წვერში. ჩემდა სამწუხაროდ არ ვიცი ამ ძაფის ზუსტი შემადგენლობა, მეტრაჟი და ასე შემდეგ. ანუ ეს მაღაზიაში შეკვეთა შემოგვივიდა და პირდაპირ მომცეს უკვე რა უნდა მოვქსოვო. მაგრამ ამას გავარკვევდა, აი აქ დავწერ მეტრაჟს, შემადგენლობას და რამდენი გრამია. ულამაზესი ფერია, თვითონ ცოტა მოწითალო ფერი დაკრავს ზოლებად და ეს ძაფი უნდა იყოს კომბინაციაში აი ესეთ ბორდოსფერ ძაფთან. ეს არის ასევე როდინა იარნის ძაფი, სადაც გვაქვს ქაშმირი 100%, 25 გრამი, 112 მეტრი და აი ამ ძაფების კომბინაციით უნდა მოიქსოვოს მამაკაცის ჯემპრი, ზმეიკიანი საყელოთი და მოვქსოვე ნიმუში, რომელიც უკვე არის გარეცხილი. აი ესეთი, ახლო კადრს გადავიღებ და ჩავსვავ. აი არაჩვეულებრივია, ძალიან ესეთი რბილია, ფაფუკია, ბუშუსებიანია, რადგან ქაშმირია და მოკლედ ძალიან ლამაზი ნივთი უნდა გამოვიდეს და ამაზე უნდა ვიმუშაო შემდეგი პერიოდი. როგორც ასეთი ამ პერიოდის განმავლობაში შენაძენები არ გამიკეთებია და კიდევ კარგი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ძაფი მაქვს მოგროვილი, თუმცა
თუ გახსოვთ წინა ვიდეოში რომ ვთქვი რომ 250 ლარიანი ვაუჩერები გვაჩუქეს თანამშრომლებს თქვა, ნუ ისევ გვაჩუქეს, შესაბამისად ისევ უნდა ავარჩიო რა ძაფები მინდა. და ცოტა გადავიდეთ შემდეგი ვიდეოს გეგმებზე. ეს არის ესეთი პატარა სპოილერი, რომ შემდეგ ვიდეოში, რომელიც უკვე გამოვა იანვარში, მინდა გაჩვენოთ აბსოლუტურად ყველა ძაფი, რაც მაქვს, გადავახარისხო თქვენთან ერთად და გავაკეთო ესეთი სია შემადგენლობები, ანუ ძაფები, რამდენი მაქვს, ანუ გრამობაში, რამდენი მეტრია და კატალოგივით მქონდეს ჩემთვის დავთვალო სრული წონა, რამდენია ჩემს არსენალში არსებული ძაფების რაოდენობა და მომავალი წლის იანვრამდე, ანუ შემდეგ ვიდეოში რო გამოვაყვე ახალი წელი იქნება და აქედან გამომდინარე 2026 წლის იანვარში, იმედი მაქვს რომ ისევ YouTube-ზე ვიქნები. შევაჯამო რა მოემატა ამ რაოდენობას და რა გამოაკლდა და რა ნივთებად იქცნენ ეს ძაფები, ასე რომ იმედი მაქვს რომ საინტერესო ჩანაფიქრია და იმედი მაქვს რომ თქვენს мотиваციას მოგცემთ რომ ახალ წელს ცოტა უფრო მეტი ორგანიზება გქონდეს საყვარელ საქმიანობაში და აი ესეთი ვარიანტით დავაორგანიზოთ ჩვენი ძაფები. ეს რაც შეეხება ქსოვას, მაგრამ ქსოვის გარდა მინდა კიდევ გაგიზიაროთ ის რომ 29 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე და ცოტა საჩუქრების მიღება უკვე დავიწყე. სამსახურში მაჩუქეს აი ესეთი საყვარელი ჭიქა, რომელიც გერმანიიდან ჩამომიტანეს საჩუქრად, რომელიც უზომოდ მომწონს და უზომოდ მაბედნიერებს, მით უმეტეს ანუ ვიდეოში ძალიან საყვარლად ჩანს ქსოვის თემატიკა და მოკლედ ძალიან მომწონს. ასევე დავდებ რომ არ გავტეხო. ასევე ერთ-ერთმა მოსწავლემ მაჩუქა ისევ აი ესეთი საყვარელი მარკერები, რომელსაც ახლა გავხსნი. ეს არის ნიტპროს მარკერები, ძალიან საყვარელი. წინა საჩუქარის ჯერ კიდე რა თქმა უნდა მაქვს და არაფერი არ მოსვლია იმ მარკერებს და ვიყენებ, მაგრამ აქ არის აი ესეთი ფაიფ ერთი წამით. აი ესეთი ფოკუს არ ასწორებს. მოკლედ ძალიან ლამაზია ესეთი ჩინურ ფაიფურს გავს ეს მარკერები, ძალიან მომწონს და დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის. კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე ამასობაში, ან დღეს არის 27 დეკემბერი, მაგრამ კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე, ეს უკვე მეუღლე. Kindle-ის მე-12 ვერსია, რომელიც აი ესე გამოიყურება. ჩემთვის ჯერჯერობით ძალიან ახალი ხილია, იმიტომ რომ ცოტა მიჭირს მსგავსი ტექნიკასთან ურთიერთობა და ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებ ხოლმე ტელეფონს, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი მონაცემებით ნოუთბუქი, რომელშიც შემიძლია ეს ვიდეოები ვამონტაჟო, მაქვს არაჩვეულებრივი კამერა, რომლითაც ეს ყველაფერი შემიძლია გადავიღო, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ ისევ და ისევ ტელეფონით და ცოტა ისეთი ვარ მიჭირს ალღოს აღება ახალი ტექნიკისთვის და ჩემთვის просто მარტივი და სწრაფი რაღაცები უფრო მეტად გასაგებია ხოლმე. წიგნებსაც ანალოგიურად, ანუ თუ მაქვს შესაძლებლობა უპირატესობას ვანიჭებ ქსოვის დროს აუდიო წიგნებს და ყოველთვის ესე ნაუშნიკებით ვზივარ და ვუსმენ ახალ წიგნს და პლუს ამას ვქსოვ და თუ მაქვს დრო რომ არ ვქსოვო და ვიკითხო, მაქვს მცირე ბიბლიოთეკა, საიდანაც მინდა ხოლმე რომ ეს ბეჭდური წიგნები დავიჭირო, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც გინდა რომ ქალაქში გადაადგილებისას, მაგალითად ტრანსპორტში, როდესაც დიდ დროს ატარებ, ან მიდიხარ დასასვენებლად სადმე და მთელ შენ ბიბლიოთეკას თან ვერ წაიღებ, ამიტომ არაჩვეულებრივ გამოსავალია მსგავსი პორტატული წიგნები, მაგრამ ჯერჯერობით უნდა გავეცნო, როგორ ხდება აქ წიგნების დამატება, როგორ ხდება მოკლედ ყველაფერი, იმიტომ რომ არასდროს მქონია, არ ვიცი და უნდა ვისწავლო, მაგრამ აი ამ ნივთის გამო მე-7 კლასში ოლიმპიადაზე მონაწილეობაშიც კი დამითანხმეს, იმიტომ რომ იქ საჩუქრად გაიცემოდა მსგავსი
რიდერები, ანუ წამკითხველები, შესაბამისად დამიყოლიეს, რომ მიმეღო მონაწილეობა და ამდენი წლის მერე, ანუ რა თქმა უნდა, მე-7 კლასი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ანუ ეხლა ამიხდა ესეთი ბავშვური ოცნება. და იმის მერე რა თქმა უნდა ახალი თაობები გამოვიდა ძალიან ბევრი და მოკლედ ესეთი საჩუქარი მივიღე. ამ ვიდეოში რაც მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებია უკვე გაგიზიარეთ და ეხლა მინდა რომ დაგემშვიდობოთ. იმედი მაქვს რომ ახალი წელი იქნება თქვენთვის ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის და სითბოს მომტანი. იმედი მაქვს მოგიტანთ ასევე ხვავს და ბარაქას. ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებთ. ჩვენ კი შევხვდებით ძველი ახალი წლის შემდეგ, ასე რომ მანამდე დაგემშვიდობებით, მეც დავისვენებ. იმედი მაქვს რომ ჩემთვისაც კარგის მომტანი იქნება ეს ახალი წელი და ნელა-ნელა მოვამზადებ თქვენთვის ახალ ვიდეოებს. სანამ ერთმანეთს არ შევხვდებით, იმედი მაქვს რომ მოგხსოვთ თქვენთვის სასურველ პროექტებს დაასრულებთ და მე უკვე კომენტარებში გამიზიარებთ როგორ შეხვდით ახალ წელს, ბევრი პროექტი გადაიყოლეთ თუ არა ახალ 2025 წელში, თუ მოასწარით იქიდან თქვენი სურვილების ასრულება წელს და ამ წელს დატოვება უკვე დამთავრებული ნივთების სახით ამ პროექტების. ასე რომ ველოდები თქვენს კომენტარებს და ბედნიერ ახალ წელს და შობას გისურვებთ. ნახვამდის.